მე ვარ ლევან მახათაძე 26 წლის სამგზის ევროპის და სამგზის სოფლიოს ჩემპიონი. ბავშვობიდანვე მქონდა ხელში ძალა და მინდოდა რომ ამ სპორტში ჩემი თავი გამომეცადა. ჩემი სპორტული საქმიანობა იწყება 2015 წლიდან 3 დეკემბერს იცით რომ აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე და ამ დღესთან დაკავშირებით ჩემი სამსახურიდან კეთილდღეობის და განვითარების ცენტრიდან წავედით მარნეულში, სადაც ძალიან ბევრი სპორტული აქტივობა იყო, მათ შორის იყო მკლავჭიდიც, მოსინჯებედი და რამდენიმე მოწინააღმდეგეს გადაუწიე ხელი. აქედან წამოვიდა ჩემი მწვრთნელებისგან ინტერესი, კონკრეტულად კი მაშინ არსენ შოშიშვილისგან და 2015 წელს ჯერ დავიწყე სპორტ სკოლაში ვარჯიში და 2016-ში გადავედი უკვე თბილისში სავარჯიშოდ. 2022 წლიდან განვაახლე უკვე სავარჯიშო პროცესი. აქედან ერთ წელიწადში წავედი უკვე პირველ ევროპის ჩემპიონატზე. საბედნიეროდ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატი წარმატებით დავასრულეთ. ამას მოყვა რამდენიმე თვეში უკვე სოფლიოს მოგება. ეს პირველი ჩემი სოფლიო ჩემპიონობა იყო ძალიან ემოციური. მაშინ გავიაზრე რომ სოფლიოს ჩემპიონი ვარ, როცა ჩემი ქვეყნის ჰიმნი ჩაირთო და ჩემი დროშა აიწია ყველაზე მაღალ საფეხურზე. მე ვარ სპორტსმენი, რომელსაც სოფლიოს ჩემპიონატებზე აქვს 3 სინჯის медали, ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ყველაზე დიდი მხარდაჭერა, თანადგომა ვინ შეგაძლებინა რომ ამხელა წარმატებებისთვის მიგეღწვით? პირველ რიგში ჩემი ოჯახი. ჩემი ძმა, დედა ჩემი, მამა ჩემი, აი მუდმივად გვერდით მიდგნენ ჩემი მწვრთნელები, ბატონი არსენ შოშიაშვილი, ძალიან წარმატებული სპორტსმენია და პროფესიონალი სპორტსმენია, გრიგოლ ზურაბიანი, ასევე ფიტნეს კლუბი დიდგორი, სადაც არის ყველა პირობა შექმნილი იმისთვის, რომ სპორტსმენმა ივარჯიშოს და წარმატებას მიაღწიოს. მე მინდა მადლობა გადაუხადო მათ გაწეული შრომისთვის და რა ვიცი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს კიდევ მოუწოდებ, რომ იყვნენ საზოგადოებაში მეტად რეალიზებული. არაფერსდი არ დაიპყრონ თავი შეიზღუდონ, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ მივხედეთ საკუთარ თავს, გინდათ სპორტის ხრივ და გინდათ ცხოვრებისეულად ზოგადად თქვათ, ჩვენ არავინ არ მოგხედავს. მე მინდა დადებითიც აღნიშნო და ვილაპარაკო, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოების ცნობიერება დადებითისკენ არის შეცვლილი. მაგალითად, აი ქუჩაში რო გავიარო ეხლა პირადად ჩემ მაგალითზე რო ვთქვათ, არავინ არ მიყურებს ისე როგორც შშმ პირი მიყურებენ ისე როგორც აი წარმატებული ადამიანი და მიხარია რომ გორისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში არიან, მე ვარ мотивация მათთვის და მინდა რომ ჩემნაირად და ჩემს გავს წარმატებებს სხვებმაც მიაღწიონ და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ისევ ევროპა სოფლიოსთვის დავიწყეთ უკვე მზადება ჩამოსვლიდან ერთ კვირაში. შევეცდები რომ ჩემი ქვეყანა 2026 წელს კიდევ ერთხელ ვასახელო, ავაჟღერო ჩემი ქვეყნის ეროვნული ჰიმნი და გავახარო ყველა. ჩემი დიდი ოცნებაც არის რომ საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო უკვე დიდ ასპარეზზე, რასაც ოლიმპიური თამაშები ქვია და იქ ჩვენმა პარა და ტიპიურმა ნაკრებმა ვასახელოთ ჩვენი საქართველო.